სამთო კურორტ ქედლებში თხილამურებით სრიალში რაიონული ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრება გიგანტურ სლალომში 3 ასაკობრივ ჯგუფში გაიმართა. ტურნირში ქედლებისა და დანესპარაულის სასპორტო სკოლების 40-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა და იგი ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით ჩატარდა. შეჯიბრებას განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი და აჭარის სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი დაესწრნენ. მათ ხულოს სასპორტო სკოლას 24,000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი გადასცეს. ჩატარდა რაიონული შეჯიბრი, ავიღე პირველი ადგილი, ძალიან კმაყოფილი ვარ, ვემზადები შემდეგ შეჯიბრისთვის და იმედია იქაც პირველ ადგილს ავიღებ და დანარჩენ მოსწავლეებსაც, პირველ ადგილი ვისაც აიღო, იმასაც ვუცავ პირველ ადგილს აღებ. სათხილამურო სპორტის განვითარებისთვის შევიძინეთ 20 თხილამური, რომლის ანალოგი დღესდღეობით საქართველოში ძალიან ცოტაა, ძალიან კარგი თხილამურები შევიძინეთ 20 ერთეული. გოდერძე ვაპირებთ კიდევ იქა ჩატარებას ალბათ 2014 წლის სეზონს გოდერძზე გავხსნით უკვე და გვაქვს გეგმები. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ხულოს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტარდება დღევანდელი ღონისძიება, ესეთი უნდა ჩატარდეს მრავალმხრივი, იმიტომ რომ ხულო არის სამჭედლო ამ სახეობის და ჩვენ საქართველოს ჩემპიონატებზე თუ ვინმე ასპარეზობს და რაიმე შედეგი გვაქვს, ეს არის ხულოს მუნიციპალიტეტის ბავშვები და ეს არის მნიშვნელოვანი.